მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დღეს არის ბარბარობა, პირველ რიგში გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამ დღის ძალა და მადლი შეგეწიოთ. ბარბარობა ლობიანის გარეშე არ არსებობს, ამიტომ დილას ვიწყებ ცომის მოზელვით, დღეს ერთად დავაცხობთ ლობიანებს. აქ მაქვს 300 გრამით ბილი წყალი, დავუმატე 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი საფუარი, კარგად ამოვურიე და დავუმატე 500 გრამ გაცრილ ფქვილში. მოვზილე ცომი და დავდე ამოსასვლელად რამოდენიმე საათი თბილ ადგილას. სანამ ჩემი ცომი ამოვა, მე იქამდე მივხედავს სხვა საქმეებს, რომლებიც რამოდენიმე დღეა უკვე გადადებული მაქვს. მინდა რომ საბოლოოდ დავასრულო საშობაო დეკორაცია მთლიანად ყველგან და ჩავიტანო უკვე არასაჭირო და არასასურველი ნივთები ისევ სარდაფში, ასევე ცარიელი ყუთები და ასე შემდეგ. ვიწყებ გოჩას ოთახიდან, ბავშვების ოთახში საერთოდ არ მაქვს არაფერი გაკეთებული, გარდა იმისა, რომ დავდგი თქვენთან ერთად ნაძვის ხე და ახლა გავაფორმებ ამ ღია თაროებსაც. თუ გახსოვთ გოჩას ნაძვის ხეს არ გქონდა თავი, დაამთხოვა რომ თავი შემეძინა, რა თქმა უნდა ნაძვის ხის თავი შევიძინე, ახლა ხედავთ კადრში გრძელ ვერცხლისფერ თავს და ამ დღეს ვიპოვე ნაძვის ხის სათამაშოებში ეს ორი ულამაზესი ანგელოზი, რომლებსაც ისეთი ფეხი აქვს, რომ შესაძლებელია პატარა ნაძვის ხეზე ზემოდან დაედოს. გადავწყვიტე, რომ ეს ანგელოზი ლურჯკაბიანი დავდო გოჩას ნაძვის ხეზე და მეორე ოქროსფერკაბიანი ნიცას ნაძვის ხეზე, როგორც თავი. გამოვიდა ულამაზესი და მგონია, რომ ეს ანგელოზები უფრო უხდება ვიდრე გრძელი თავი. ასევე მინდა რომ ბავშვების ოთახებში დავამაგრო მანათობლები, წინა წელს არ დამიმაგრებია და რადგან წინა წელს გადაიწვა, რომლებიც ჰქონდათ, წელს ახალი შევიძინე და უკვე დავკიდავ. ასევე კარატებზე დავამაგრე ფანჯრების ლამაზი სილიკონები, საშობაო. სიმართლე გითხრათ, ასე რომ დავდე, თავიდან დაეკრო, არ ვარდებოდა, მაგრამ სადღაც 9:30 საათში დაიწყო ჩამოვარდნა. შემდეგ დავასველე, უბრალოდ პულვერიზატორიან ქილაში ჩავასხი წყალი, მივასხი ზედ და ისე მივამაგრე და გეტყვით, რომ კარგად დაემაგრა, აღარ ვარდება და ხელსაც რომ ვკიდებ, აღარ მოძრაობს. ასევე ამოვბეჭდე ლამაზი საშობაო სურათები, ის 3 საშობაო სურათი არის ჩემი საძინებლისთვის, ეს გოჩას ოთახისთვის და ეს ნიცას ოთახისთვის. ულამაზესი პოსტერები გამოვიდა და განსაკუთრებით ერთმანეთს ძალიან უხდებიან. საკმაოდ დიდხანს ვეძებდი Pinterest-ის და Google-ზეც
ძლივს ვიშოვე, ძალიან მომწონს გოჩას პოსტერები, სამწუხაროდ გოჩას ჩარჩოები არის მოკლე და მომიწია ამ ფურცლების მოჭრა და ამ თავისივე მწვანე და წითელი ჩარჩოების მოჭრა. ასეც ულამაზესი გამოვიდა და ეს არის უკვე ბოლო შტრიხები, გოჩას ოთახი დავამთავრე, რაც საკმაოდ მახარებს და ახლა გაჩვენებთ უკვე ბოლო შედეგს. გადავიდეთ ნიცას ოთახში, ნიცას საწოლზე უამრავი რბილი სათამაშო უდევს, სიმართლე გითხრათ მაღიზიანებს ეს სათამაშოების გროვა, ამ სათამაშოებით ვესძინავს, ხანდახან როცა ვერ ასწრებს კარგად გასწორებას და დრო არ აქვს სკოლაში აგვიანდება, ამ სათამაშოებზე ალაგებს ლოგინს, მოკლედ მთელი მტვრის ბუდე, მე რომ მკითხოთ, ამიტომ ეს მთელი სათამაშოები ავიტანე მაღლა და დავდე მაღლა, დავუტოვე მხოლოდ ერთი დიდი დათვი, ისიც ნიცას თხოვნით, რადგან გუშინ გავაფრთხილე უკვე, რომ ავიღებდი მთელ ამ რბილ სათამაშოებს. ასევე ნიცასთანაც დავაკარი ეს ლამაზი მისაკრობები, სამწუხაროდ სხვა მისაკრობები არ მქონდა მხოლოდ ეს ვარდისფერ თემატიკაში და ასევე ულამაზესი გამოვიდა. ესეც ბოლო შედეგი, კადრს მიღმა დავკიდე ასევე ნათურებით და შევცვალე პოსტერები, ნიცას ოთახი არც თუ ისე სადღესასწაულო გამოვიდა, რადგან უამრავი ნივთები აქვს ვარდისფერი ჭყვიტილა და არ ჩანს ეს სხვადასხვა
საჩობაო დეკორაცია. მოკლედ ასეთი გამოვიდა ბოლო შედეგიც. როგორც უკვე გითხარით, უამრავი ვარდისფერი ჭყვიტილა რაღაცეებია, ამიტომ იმდენად არ ჩანს, როგორც ქოჩას ოთახში. ამასობაში ცომიც ამოვიდა, ახლა მოვამზადებ გულსართს ლობიანისთვის, დავჭერი ხახვი, 2 საშუალო ზომის ხახვი მაქვს, მოვთუშე ტაფაზე, სანამ ხახვი მოითუშება, იქამდე გადავწურავ ლობიოს, გამოვიყენე დაკონსერვებული ლობიო, რადგან როგორც იცით, ჩვენთან სხვა ლობიო არ იყიდება. არ ვიცი თურქულ მაღაზიაში იყიდება თუ არა, არ ვარ დაკვირვებული, ვიცი მხოლოდ ეს ლობიო და ამ ლობიოთიც უგემრიელესი გამოდის. გადავწურე თავისი წყლიდან, შემდეგ გადავავლე კარგად და გავატარე ხორცის საკებ მანქანაში, ასევე დავუმატე შემდეგ მოთუშული ხახვიც და ხახვიც გავატარე ამ ლობიოსთან ერთად. ესეც შიგთავსიც მზად არის, ასევე დავუმატე ხმელი ქინძი, მარილი და წითელი პაპრიკა. ცომიც ამოვიდა, გულსართიც მზად არის და დავიწყოთ უკვე ლობიანების მომზადება. ჯერ პირველ რიგში დავაგუნდავე პატარა გუნდებად ჩემი ცომი და დავიწყე თითოეული გუნდის გაბრტყელება, შემდეგ როგორც ხაჭაპურს, ასევე ვუდებ გულსართს და ვდებ რაც შეიძლება მეტს, რადგან პირადად მე მიყვარს, როცა თხელი ცომია და მეტი გულსართი. კარგად გავაბრტყელე და გადავიტანე უკვე წინასწარ გახურებულ ტაფაზე. შევწვი ორივე მხრიდან და ჩემი ლობიანებიც მზად არის. ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა ბარბარე იყოს საქართველოს მფარველი. ვაგრძელებთ დეკორაციას, დამრჩა მხოლოდ სამზარეულო, კადრს მიღმა გავაფორმე ჩემი საძინებელიც, სამზარეულოში დამრჩა მხოლოდ ეს პატარა ნაძვისხის დადება, წელს მინდა რომ ამ პატარა ნაძვისხეზე მხოლოდ წითელი თოვლის ბაბუები დავკიდო და წითელი ბურთებიც. მაქვს უამრავი პაწუა თოვლის ბაბუები, რომლებსაც სხვადასხვა ფორმა აქვთ, სასაცილო თოვლის ბაბუები არიან სხვათა შორის, ასევე წითელი ბანტებით და წითელი პატარა ბურთებით.
დღის ბოლოს მოვამზადოთ უგემრიელესი საშობაო ორცხობილები, რომლებსაც გირჩის ფორმა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონებათ, არის უადვილესი მოსამზადებელი და სჭირდება სულ ცოტა ინგრედიენტები. აქ მაქვს 100 გრამი კარაქი. კარაქი არის ოთახის ტემპერატურის, შეგიძლიათ მარგარინიც გამოიყენოთ, ასევე მაქვს მარგარინითაც გაკეთებული და უგემრიელესი გამოდის. დავუმატე 100 გრამი შაქრის პუდრი, კარგად ამოვურიე, დავუმატე 1 კვერცხი და 50 გრამი ზეთი, კიდევ კარგად მოვურიე და დავუმატე 300 გრამი ფქვილი, ასევე დამატებული 3 სუფრის კოვზი კაკაო და 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელით. კარგად მოვზილე ცომი და დავდე მაცივარში სადღაც 20 წუთი ან ნახევარი საათი. ჩემმა ცომმა დაისვენა მაცივარში 20 წუთით, ახლა ვიწყებ ორცხობილების უკვე ფორმის მიცემას, ვიღებ პატარა გუნდას, კარგად ვაბრტყელებ და ვაძლევ ასეთ ოდნავ მოგრძო ფორმას, თითქოს წვეთია, რაღაც წვეთის ფორმას ვაძლევ. მაქვს არც თუ ისე დიდი გუნდები, უნდა იყოს გუნდა საშუალო ზომის, რომ ორცხობილად გამოვიდეს საშუალო ზომის. მე გამომივიდა 22 ასეთი ორცხობილა, ჩემი აზრით თუ ყველას ერთი ზომისას გავაკეთებდი, გამოვიდოდა უფრო მეტიც, რადგან მე ზოგი ძალიან დიდი მქონდა და ზოგი ძალიან პატარა. მოკლედ შემდეგ ვიღებ ბლაგ დანას და ასე ვსერავ, ვაკეთებ პატარა კუბიკებს. იმედი მაქვს, რომ სწორად გადმოვეცი, თუ რისი გადმოცემაც მინდოდა, უნდა გამოვიდეს აი ასეთი ორცხობილები და რომელსაც გირჩის ფორმა აქვს. ვაწყობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 17 წუთით. შემდეგ ოდნავ შევაგრილოთ და მოვაყაროთ ზემოდან შაქრის პუდრა. ეცადეთ, რომ შაქრის პუდრა მოაყაროთ ასე ვერტიკალურად, რადგან ასე უფრო ლამაზი ნახატი გამოდის და ასე უფრო ჰგავს გირჩს. ყველა ორცხობილას მოვაყარე შაქრის პუდრა, ახლა მოვამზადებ ბავშვებისთვის კაკაოს და მივირთმევთ. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, მომავალ შეხვედრამდე.